სამი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას მარკეტინგი დღეს საქართველოში. აი იქიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრი შეხება გაქვს, იმიტომ რომ პლატფორმა გაქვს მარკეტინგული, იმიტომ რომ შენ თვითონ მარკეტერი ხარ და ეხაც მოღვაწეობ ამ სფეროში. რას ხედავ როგორც მთავარ გამოწვევას? მარკეტინგი არის ის რითიც მე ვცხოვრობ, ანუ მიკითხავს ხოლმე ჩემ თავისთვის და ალბათ ეგ არის ძირითადი პასუხი ხოლმე, რომ გავაკეთებდი თუ არა ამ ყველაფერს ისედაც, საერთოდ რომ არანაირი ფინანსური ინტერესი არ მქონდეს, მაინც გავაკეთებდი, ანუ ძალიან მიყვარს ეს სფერო და ძალიან მტკივნეულია ის კითხვა, რაც შენ დასვი, ხო? აი ძირითადი სამი რა გამოწვევა აქვს. გამოწვევა არის ერთი ის, რომ ზოგადად მთელი მარკეტინგის სამყარო იცვლება. იმ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია შემოდის და რატომღაც მიჩნეულია, რომ ამ სფეროში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც უბრალოდ შემოქმედებითად აზროვნებს და არანაირად არ ცდილობს ახალი ტექნოლოგიები ისწავლოს. ამბიციური ხალხი გვაკლია, მაინც მასშტაბურად გვაკლია. თუნდაც თქვენი პერიოდი რაღაც ოქროს ხანა რო გავიხსენოთ, როდესაც რაღაც ამბიციები იყო და marketing driven კომპანიებს ხედავდით, დღეს ამის ნაკლებობა არის საქართველოში და მესამე ეს ამას ხშირად ვამბობ, მე მაინც მგონია, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ბევრი მომცა მარკეტინგის სწავლამ და დღეს მგონია, რომ საგანმანათლებლო სისტემა ცოტა მარკეტინგს უყურებს, რომ რაც ექიმობა სჭირდება დიპლომი და მარკეტინგი შეიძლება 3 დღეში ისწავლო, ან ერთკვირიან კურსში. ეს ცუდი არ არის, კურსები ყველას ეხმარება, მაგრამ უნივერსიტეტების დონეზე თვითონ ეს სტუდენტები რომ მოდიან ჩემთან გასაუბრებაზე ან სტაჟირებაზე, იმდენად basic რაღაცები არ აქვთ მარკეტინგში ნასწავლი. კვლევა და სტრატეგიაზე საერთოდ საუბარი არ არის. რომ ხვდები, რომ რაღაც არც ისწავლება კარგად და თითქოს არ გვიჯერა, რომ მარკეტინგი შეიძლება ისწავლო რაღაცები. რა თქმა უნდა, მე პრაქტიკაში ბევრი რაღაცა ჩვენთან ნახავ, მუშაობს თუ არა, მაგრამ სწავლებაც რაღაც ისე გვაქვს. მეორე ხარისხოვნად თითქოს. კაცმანის პოდკასტს წარმოგიდგენთ GVG კრწანისი.